მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები გამსწრე საზოგადოებას, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღეს კოლეგებო, ჩვენ ორი საკითხი გვაქვს განსახილველი. წარმოგიდგენთ დღის წესრიგს. პირველი საკითხი გახლავთ კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტისაგან მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგების განხილვა. ეს არის პირველი საკითხი. და მეორე საკითხი გახლავთ არანაკლებ 25,000 ამომრჩევლის ინიციატივით უცხოელთა და მოქალაქეობის არამხოლოდ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის და ჯგუფის წევრები არის ჩამონათვალი. გახლავთ გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურძიძე. რეგისტრაციის საკითხის განხილვა, მოკლედ საინიციატივო ჯგუფმა მოგვართა რეგისტრაციის თაობაზე. ეს არის ორი საკითხი, ეს არის წმინდა ესეთი პროცესუალური საკითხები, რომელიც საპროცედურო კომიტეტს ევალება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე. ამიტომ მექნება წინადადება, რომ ამ დღის წესრიგით ვიმუშაოთ. ვინ არის მომხრე? მადლობთ კოლეგებო. დავიწყებ პირველი საკითხით. პირველი თქვენი სამართლით მე წარმოგიდგენთ ამ საკითხებს. ესე იგი, ეს პირველი საკითხი ეხება ინფორმაციას, ხო არ იყვნენ დაბარებული კონკრეტული თანამდებობის პირები და ამ დაბარების შემთხვევაში რაიმე დარღვევას ხო არ ქონია ადგილი გამოუცხადებლობის სახით ან სხვა ამ საკითხთან დაკავშირებული მიმართულებით. და ეხლა მე თქვენ ინფორმაციას მოკლედ ჩაგიკითხავთ. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 158 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა 2025 წლის 9 ივლისს კომიტეტის ხდომაზე და ამ შეისწავლა მოკლედ და შესაბამისად განსახილვება წარმოგიდგინათ კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია. და მოკლედ აი ამ შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და შესწავლის შედეგად დადგინდა 2025 წლის 1 აპრილიდან იმავე წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება კომიტეტის ხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ. აგრეთვე არც ერთ შემთხვევაში ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის ხდომაზე სავალდებულო წესით თანამდებობის პირის დასწრება. შესწავლის პერიოდში ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 158 მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს მოუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტისათვის შესაბამისი კომიტეტის ხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 158 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შესწავლის შედეგები წარედგინება პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას. ეს არის პირველი საკითხი, ანუ არც კომიტეტებს მიუმართავთ თანამდებობის პირებისთვის და არც თანამდებობის პირებს მიუმართავთ კომიტეტისთვის. აი ეს მოცემულობა გვაქვს. ეს საკითხი ჩვენ ინფორმაციის სახით უნდა მივიღოთ, თუ რაიმე დაგვაინტერესა ამ ჭრილში და რაიმე კითხვა შენიშვნა ან მოსაზრება გვაქვს, სიამოვნებით მოვისმენ და შევეცდები პასუხი გაგცეთ, თუ კი გაქვთ ესეთი მოკლედ კითხვა, შენიშვნა ან მოსაზრება. თუ კი ასეთი არ არის, მაშინ პირველი საკითხი შეგვიძლია განხილულად ჩავთვალოთ, ამას ცნობად ვიღებთ. და მე ახლა წარმოგიდგენთ მეორე საკითხს. მეორე საკითხი, როგორც უკვე მოგახსენეთ, არის საინიციატივო არანაკლებ 25,000 ამომრჩევლის ინიციატივით კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მომართვა რეგისტრაციის თაობაზე და ამ საკითხის განხილვა. მე თქვენ ჩაგიკითხავთ დასკვნას, რომელსაც შემდგომ უკვე უყრით კენჭს, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ როდესაც კომიტეტმა გაიარა ეს საკითხი, შეისწავლა, აღმოჩნდა გარკვეული ხარვეზები დოკუმენტაციაში, რის გამოც დასკვნა არის უარყოფითი. და მე ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ კონკრეტულად რა საკითხები არ შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, ასე სხვადასხვა კანონის ნორმატიული აქტების შესახებ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ინიციატორებს მიმართავ ჩვენ ვართ მზად
მე ვთხოვ, აქვე ვთხოვ აპარატის უფროს, რომ მოახდინოს კომუნიკაცია ამ კომიტეტის დასრულების შემდგომ პირებთან და იმ ნიუანსებზე გაუმახვილოს ყურადღება, რომლის გამოსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი შემდგომში უკვე წარმოდგენილი მოთხოვნა ჩვენს მიერ იქნება განხილული და თუ კი დააკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, ხადია იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. აქვე ვიტყვი, რომ წესად არის მოწვევა წარმომადგენლის ამ საინიციატივო ჯგუფის, მაგრამ რადგანაც ჩვენს მიერ შესწავლილი საკითხების შემდგომ დავადგინეთ, რომ რეალურად არ აკმაყოფილებს დოკუმენტაცია შესაბამის კრიტერიუმებს, აღარ მოხდა ამ წარმომადგენლის მოწვევა, მაგრამ იმის გამო, რომ მოწვევა არ მოხდა, სწორედ ამიტომაც ჩემი თხოვნა იქნება აპარატისთვის, რომ მოხდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან და კარგად ზუსტად აეხსნას, რა ექნებათ საბოლოო ჯამში გამოსასურებელი. ეხლა მე თქვენ ჩაგკითხავთ დასკვნას, რომელსაც შემდგომ უკვე ექნება წინადადება, რომ დაუჭიროთ ხარი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა. არანაკლებ 25,000 ამორჩელის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამორჩეულთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. წუთით. გაცნობებთ, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 9 ივლისს კომიტეტის თომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ წარმოდგენილი არანაკლებ 25,000 ამორჩელის ინიციატივით უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი მარტინენკო, სერგო ხურციძის შემადგენლობით განცხადება, ეს განცხადება ეხება სწორედ ამ კანონს უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამ კანონში სურთ მოკლედ საინიციატივო ჯგუფს შესაბამისი ცვლილებების შეტანა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123 მოხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების შესახებ განცხადებით მიმართავს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. თუმცა წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს აღნიშნულ მონაცემებს სრულყოფილად. კერძოდ, ერთ შემთხვევაში მითითებული არ არის საინიციატივო ჯგუფის წევრის ტელეფონის ნომერი სრულად. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 123 მოხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთოდეს კანონპროექტი, თვითონ ის კანონპროექტი, რომელს ასე ვთქვათ, ხარდაჭერასაც ითხოვს საინიციატივო ჯგუფი. ხოლო ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მოხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს მონაცემები იმ ნორმატიული აქტის შესახებ, რომელშიც შეიტანება ეს ცვლილება. მათ შორის ნორმატიული აქტის პროექტში მითითებული უნდა იყოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებგვერდი, ნორმატიული აქტის გამოქვეყნების თარიღი, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. ამასთანავე, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტის შედგება მუხლებისგან. მუხლი შეიძლება დაიყოს პუნქტებად, ხოლო პუნქტები ქვეპუნქტებად, ამის შესახებ ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, თუმცა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ აკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გარდა აღნიშნულისა. ნორმატიული აქტის შესახებ საქართველოს აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი. ისე როგორც სხვა ნებისმიერ კანონპროექტს, რომელშიც აისახება ამავე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები. შესაბამისად, კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნული პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა, წარმოდგენილ კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი სრულად არ აკმაყოფილებს ნორმატიული აქტის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და კერძოდ, რას არ აკმაყოფილებს. წარმოდგენილ განმარტებით ბარათში არ არის მითითებული მე-17 მუხლის პირველი პუნქტის B სეკუნდა ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება, ასევე განმარტებითი ბარათი არ შეიცავს ამავე პუნქტის B და BG ქვეპუნქტით განსაზღვრულ ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის შესახებ მითითებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდათული მასალები წარმოდგენილია პარლამენტის რეგლამენტის 123 მოხლის მეორე პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით და კომიტეტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული
საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარება. როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება, თუ კი მათ ექნება ცხადია სურვილი, გამოასწორონ ეს ხარვეზი, რაც ჩემს მიერ იქნა თქვენთვის ახლა წარმოდგენილი ამ დასკვნის მიხედვით და მას თავიდან წარუდგენენ საქართველოს პარლამენტზე, აღარ იქნება დამაბრძოლებელი გარემოება ამ მოკლედ საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებისა, ბუნებრივია, რომ ჩვენი რეკომენდაცია უკვე კომიტეტისთვის, ისევე როგორც კომიტეტის დასკვნა ბიუროსთვის იქნება დადებითი თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში. ეს არის საკითხი მეორე, თქვენი კითხვების შენიშვნების შემთხვევაში, მოსაზრების შემთხვევაში ემონებით მოგისმენთ და გაგცემთ პასუხს, თუ არა და მექნება წინადადება, რომ დაუჭიროთ ხარი დასკვნას, რომლის მიხედვითაც საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარი არის ის პასუხი, რომელსაც კომიტეტი იძლევა და რომელსაც ჩვენ გადავუგზავნით საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კითხვები არ არის, შესაბამისად, კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს, ვინ არის მომხრე, რომ ამ უარყოფით დასკვნას დაუჭიროთ ხარი? კი ბატონო, მიღებულია ერთხმად. დიდი მადლობა კოლეგებო, ჩვენ წესით და რიგით თუ კი რაიმე არ შეიცვალა და ალბათ ასე იქნება, ალბათ სექტემბრამდე აღარ მოგვიწევს შეხვედრა. შესაბამისად, მე გისურვებთ აქტიურ და ნაყოფიერ როგორც საქმიანობას, როგორც ჩნობას, ასევე დასვენებას, ისე რომ შემდგომი პერიოდისთვის, შემდგომი უკვე საშემოდგომო სესიისთვის ჩვენ რა თქმა უნდა ხშირი კომუნიკაცია და კონტაქტი და სტომები გვექნება. დიდი მადლობა, სტომა დახურული.